მივესალმები მაყურებელს. ეს სტუდია ანტიბიოტიკია, მე ოთარევიშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის პროგრესის სახლის დამფუძნებელი ლევონ მჟავანაძე, რომელიც 90-იანი წლებიდან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაში მუშაობს და უამრავი პროექტი აქვს განხორციელებული როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მთელ საქართველოს მასშტაბით. მოგესალმებით ბატონ ლევონ, მადლობა. სტუმრობისთვის. დღევანდელი ჩვენი გადაცემის მიზანი არის პოდკასტის მიზანი არის ის, რომ კიდევ ერთხელ მოქალაქეებს ვაჩვენოთ ის თუ ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ამ წლების განმავლობაში როგორ ეხმარებოდნენ ქვეყანას განვითარებაში და რას აკეთებდნენ კონკრეტულად ინდივიდის განვითარებისთვის. მე მინდა რომ ცოტა თქვენ მოყვეთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ, იმიტომ რომ 90-იანების დასაწყისში დაფუძნდა ეს ორგანიზაცია და უამრავი საინტერესო პროექტი აქვს განხორციელებული და ამის შესახებ რამდენიმე სიტყვით მადლობელი ვიქნებით უგვეტყვით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. შემიძლია სანამ დავიწყებ ჩვენი ორგანიზაციის შესახებ უბრალოდ თქვა მოკლედ თუ რატო იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია იდეაში და ეს არის ასე ვთქვათ თავარი რასაც მინდა ხაზი გაუსვა და როდესაც სახელმწიფო ვერ ახერხებს შესაბამისი სერვისების გაწევას ყოველთვის ხდება სამოქალაქო ჯგუფების ინიციატივების წარმოშობა, რომელიც თანდათან გადაიზრდება ხოლმე და ყალიბდება როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენი ორგანიზაცია ზუსტად ასე წარმოიშვა თავის დროზე. ვიყავით რამოდენიმე აქტიური ადამიანი, რომლებიც ახალგაზრდა მეცნიერები იმ პერიოდისთვის, ხო? ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი დავაარსეთ და ფაქტობრივად ჩვენ ანასეულის კვლევით ინსტიტუტის ასპირანტები ვიყავით, ასევე რამოდენიმე ჩვენთაგანი მუშაობდა ოზურგეთის ინფორმატიკის ცენტრში და მაშინ გაჩნდა იდეა, რომ გაგვეკეთებინა ის საქმე, რასაც იმ პერიოდისათვის სახელმწიფო ნაკლებად წევდა, ეს იყო კომპიუტერული განათლება. ჯერ კიდევ 93 წელია, ხო? 1993 წელია კომპიუტერული განათლება დაგვენერგა და აი ამ პერიოდში უკვე დავიწყეთ ამაზე ზრუნვა. და შეიძლება გაგეცინოთ იმ პერიოდში ბიზნეს გეგმა დავწერეთ და ვაპირებდით ბანკიდან სესხის აღებას და რო ვადარებ ახლა შეიძლება ცოტა ისე ჩანს ალბათ შეიძლება იმ მომენტისთვის შერეგილები ვიყავით, იმიტომ რომ არ ვიყავით არაადეკვატური ვიყავით იმდროინდელი საზოგადოებისთვის იმის გამო რომ ფაქტობრივად საზოგადოებას იმ პერიოდში უწევდა თვითგადარჩენა და ჩვენ რაღაცნაირად ვცდილობდით წინ გაგვეხედა და ეს კომპიუტერული განათლება მიგვაჩნდა ერთ-ერთ მნიშვნელოვნად. დავიწყეთ აი ბიზნეს გეგმა დავწერეთ და წავედით თბილისში, ერთ-ერთ ბანკში მივედით. ბანკის თანამშრომლებმა რა თქმა უნდა დავქცინეს ბიზნეს გეგმა კომპიუტერული სწავლების. ალბათ კრედიტების არ ყავდათ მაშინ, იმიტომ რომ ბანკი გასცემდა კრედიტებს. დაგრეიტებს პორტფელი საინტერესოა, როგორ იქნებოდა მათ? არასერიოზულად ჩავთვალეს და უბრალოდ ერთ-ერთმა გითხრა რომ არსებობს ასეთი ფონდი, რომელსაც ევრაზიის ფონდი ქვია და მიგვასწავლა რომ შეიძლება მათ მოგცენ კომპიუტერებიო. მაშინ ცნება არც არასამთავრობო ორგანიზაციის ვიცოდით, არც თქვათ გრანტის ცნება და ზოგადად არც პროექტის ცნება, უბრალოდ ჩვენ გქონდა ბიზნეს გეგმა და გქონდა მიზანი, რომ კომპიუტერული განათლება შემოგვეტანა. მიზანი და იდეა იყო ის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, საჯარო მოხელეებს, მაშინდელს რაღაცა სობადობა გაზრდილიყო, მინიმუმ კომპიუტერულ ტექნიკაში. ხო, იმიტომ რომ ეს იყო ტექნოლოგიების განვითარების გარიჟრაჟი, იმიტომ რომ ბევრ სხვადასხვა სამსახურში შემოდიოდა კომპიუტერები, იწყებდა შემოსვლას, იმიტომ რომ დაახლოებით 94-95 წლები იყო, როდესაც შედარებით დასტაბილურდა ქვეყანაში ვითარება. სტაბილიზაციის პერიოდი, როგორც ნუარდი იტყოდა. ეს პერიოდი და შესაბამისად აი ცოდნის დეფიციტი იყო ძალიან მაღალი. და თან აი ჩვენ კომპიუტერებში ვხედავდით შემდგომი განვითარების საკმაოდ დიდ პერსპექტივას. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ჩვენი ბიზნესკენ წინსვლა და იმ ბანკის ერთ-ერთი თანამშრომლის დაკვალიანებით მივადექით ევრაზიის ფონდს, სადაც
აგვიხსნეს თუ რა არის პროექტი, როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ არასამთავრობო ორგანიზაციად. ოღონდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ფაქტობრივად არასამთავრობო ორგანიზაცია ვიყავით, ოღონდ არარეგისტრირებული სახით, იმიტომ რომ ჩვენ გვერქვა ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, ოღონდ რეგისტრაციას მაშინ არც იუსტიციის სახლი არ იყო, აკეთებდა გამგეობა მაშინდელი და ეს გავიარეთ ეს რეგისტრაცია 1995 წელს გამგეობის გადაწყვეტილებით. ეხლაც გვაქვს ეს დოკუმენტი შენახული და პირველი პროექტი წარმოადგინეთ 1995 წელს. წარმოადგინეთ ორი პროექტი ევრაზიის ფონდში და ფონდ ღია საზოგადოება საქართველოში. ორივე პროექტი იყო კომპიუტერულ სწავლებაზე, თუმცა მიმართულებები იყო სხვადასხვა. პირველი იყო უფრო სახელმწიფო მოხელეების უნარების გაუმჯობესება, მეორე უფრო გათვლილი იყო ახალგაზრდებზე, რომელსაც კომპიუტერული ოაზისი ჰქვიოდა და დაველოდეთ პასუხს. ანუ თავიდანვე მე ბოდიში ჩაგეჭერით, თავიდანვე არასამთავრობო ორგანიზაციის თქვენი და ასევე ალბათ სხვებისაც დარწმუნებული ვარ პრინციპში რომ ეგრე იყო, რომ თქვენი მიზანი იყო, რომ ერთის მხრივ გაგევითარებიათ ინდივიდები რეგიონში და ქვეყანაში და მეორეს მხრივ ის საჯარო მოხელეები, რომელიც იმ პერიოდისთვის თქვა დასრულებდნენ საჯარო სამსახურში თავის ფუნქციამომავლობას. ჩვენ ვაკეთებდით ქართულ საქმეს, რომელიც ემსახურებოდა განათლების ამაღლებას, როგორც ახალგაზრდებში, ასევე ფაქტობრივად ქვეყნის მშენებლობას უძღვებით ხელს და იმ პერიოდში მე როგორც მახსოვს ანალოგიური სერვისი არ ვიცი გურიაში რომ ნამდვილად არ არსებობდა ზუსტად არ იყო და ამიტომ თქვი წაუმძღვარე ჩვენს ასე თქვა ჩემი სიტყვის დაწყებას ის რომ როცა სერვისს ვერ აკმაყოფილებს ვერ იღებს სახელმწიფოდან ზუსტად მაშინ ჩდება ორგანიზაცია არასამთავრობო და ძალიან ბევრი ასეთი ორგანიზაცია რომელიც თავის დროზე ზუსტად ამის გამო წარმოიშვა. მაგრამ გახსოვთ დაახლოებით რამდენმა ადამიანმა ისარგებლა მხოლოდ მაგ სერვისით რომელიც მაშინ ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსი და ევროპის ფონდის დახმარებით. ჩვენ მონაცემთა ბაზები ახლაც გვაქვს შენახული და მინდა გითხრათ რომ ერთი მე ვარ აგერ პირადად. მაშინ ძალიან ბევრია ეხლა ვინც არის დასაქმებული იგივე სახელმწიფო სამსახურებში ან თუნდაც ბიზნესში ბევრ ადამიანს გაუვლია ჩვენი ასე ვთქვათ კომპიუტერული კურსები და ეს იყო მაშინ ახალი ხილი ოზურგეთში, იმიტომ რომ მსგავსი სერვისი არც სახელმწიფო, არც ბიზნესი მსგავს სერვისს არ სწევდა, ერთადერთი ჩვენ ვიყავით და შემიძლია გითხრათ რომ აი იმ პერიოდში ენერგო დეფიციტი იყო ძალიან სერიოზულად და ერთ-ერთი განათებული წერტილი იყო ჩვენი ორგანიზაცია. ეს პირდაპირ და ირიბი მნიშვნელობითაც, იმიტომ რომ მე მართლა მახსოვს, რომ აი არ ვიცი, თუ სადმე მართლა ნათელი წერტილი იყო ზურგეთში, ეს იყო ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, იმიტომ რომ მე უკვე მომიწია ის პერიოდი, როცა უკვე ინტერნეტიც ჰქონდათ და ეგ იყო მართალია დაილაპით და ერთ სურათს სამი დღე უნდა მუსიკას ჩამოგეჭირდა, თუმცა მაინც რაღაცა გარღვევა იყო და მე როცა პატარა ვიყავი და ეს პირველად ვნახე, რავი, ჩემში ეს რაღაცა გადატრიალება მოხდა, იმიტომ რომ ამ ხელა ტექნოლოგიებთან უსებ როცა შეხება გამიჩნდა და ამის საშუალება და სრულიად უფასოდ აქვე ვიტყვი, რომ ეს სრულიად უფასოდ იყო პირადად ჩემთვის და იმ ათასობით ადამიანისთვის, რომელიც მაშინ ამ სერვისით სარგებლობდა. და განსაკუთრებით გამოვყოფ, მაშინ ძალიან ბევრი ბავშვი იყო ქუჩაში და ფაქტობრივად ბევრი ისეთი ბავშვი გამოვდაცეთ ამ ქუჩის ცხოვრებას, რომლებსაც სულ სხვა ინტერესი გაუჩნდათ და ეხლაც გვაქვს ჩვენ ურთიერთობა ბევრ მათგანთან, რომლებიც ზოგი დედაქალაქში ცხოვრობს, ზოგი საზღვარგარეთ და მათი ინტერესები წამოვიყვანეთ სხვა მიმართულებით, რასაც ვფიქრობ ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა და მინდა ხაზი გაუსვა, შეიძლება ცოტა ისეთ შედარება იყოს, მაგრამ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ისეთ საქმეს აკეთებს, რომელიც შეუცვლელია და მაგალითისთვის გავიხსენებ ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში იყო, ეს იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელმაც უდიდესი საქმე გააკეთა წინა საუკუნეებში, მე-19 საუკუნის ბოლოს მე-20-ის დასაწყისში და მინდა გითხრათ, რომ აი დაახლოებით იგივე ფუნქციას ასრულებდა არასამთავრობო ორგანიზაციები
90-იანი წლებიდან დღემდე, იმიტომ რომ ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც თქვათ ჩვენი პარტნიორია ან ოზურგეთში განსაკუთრებით ხაზს უსვამ მოღვაწეობს, შეუცვლელ სერვისს სთავაზობს ადამიანებს და აქ მარტო სერვისზეც არაა საუბარი და არის აუცილებლად აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ძირითადად ორი ტიპისაა. ერთი სერვისის მიმწოდებელი, მეორე ეგრეთ წოდებულ watchdog-ებს უძახიან და ორივე ტიპის ორგანიზაციების არსებობა მე ვფიქრობ აუცილებელია და რატო? იგივე ყველაფერს სჭირდება მონიტორინგი, კონტროლი, მონიტორინგს ვიტყვი, კონტროლი უფრო ცუდი სიტყვა, შეფასება, მოდი ესე ვთქვა, ხო, აი რაც კეთდება ის შეფასება მიდის თუ არა ორგანიზაცია აკეთებდა ამ შეფასებითი კუთხით, რაც ბიუჯეტის ეფექტიანობას ზდიდა და ყოველთვის აკეთებდი შედარებას რაღაც პერიოდში მეტნაკლებად კარგად ვიცნობდი ამ სექტორს, რასაც არასამთავრობო სექტორი ქვია და ყოველთვის როცა უცხო ქალაქში ვადარებდი რა კუთხით. თუ რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო იმ ქალაქში ან მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და რა ხარისხის იყო სერვისი, თუნდაც რა ხარისხით იყო ასფალტი დაგებული, რა ხარისხით იყო ბიუჯეტის გამჭვირვალეობა და ასე შემდეგ და ვფიქრობ ძალიან თვალშისაცემი იყო ეს განსხვავება. ლევა, ბოდიში ერთი კითხვა მაქვს. ანუ რატო ოზურგეთში, აი რატო იყო განსაკუთრებით ოზურგეთში ესე ვთქვათ, წარმოადგენილი ესე მრავალფეროვნად არასამთავრობო სექტორი, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და დღესაც ეხლა პრინციპში ვინც 90-იანებიდან დაიწყო, დღესაც ყველა ორგანიზაცია არსებობს და საკმაოდ ძლიერი ორგანიზაციები არის, ხო? ანუ ეხლა მეც მგონია შეხება ამ სექტორიდან ვარ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან, იქ ესე არ არის. აი რატო მოხდა ეს ოზურგეთში, რამ განაპირობა, რომ ესე ძლიერი ორგანიზაციები არსებობს და უამრავი მართლა ძალიან დიდი პროექტია გახორციელებული რეგიონში? მე ვფიქრობ, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ ჩვენ შევიცვალეთ, დავიმატეთ ჩვენმა ორგანიზაციამ, რომელსაც იმ პერიოდში ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი ერქვა, დავიმატეთ კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც ასე ვთქვათ, აუხსნათ სამოქალაქო განვითარების ხელშეწყობა და ეს გულისხმობდა იმ საინიციატივო ჯგუფების ან კერძო პირების წახალისებას, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ დამოუკიდებლად შეექმნათ არასამთავრობო ორგანიზაციები და ძალიან ბევრი იგივე ორგანიზაცია, რომელიც თქვენ ახსენეთ და ოზურგეთში მუშაობს, ზუსტად იმ პერიოდში წარმოიშვა გარკვეული ჩვენი დახმარებით, ანუ კონსულტაციებს უწევდით, სხვადასხვა ტრენინგებს ვატარებდით, გამოცემა ჰქონდა, რომელსაც დარბაზი ერქვა და ფაქტიურად მაშინ ეს დარბაზი იყო ძირითადი საინფორმაციო მასალა, სადაც სხვადასხვა კონკურსების შესახებ ინფორმაციას ვავრცელებდით და პლუს იმ იგივე სისტემურ მიდგომას ვნერგავდით, რომ ქონოდათ სტრატეგიული გეგმა, იმიტომ რომ გეგმის გარეშე ორგანიზაცია ცუდად კი არ ვითარდება, ისე სწრაფად ვერ ვითარდება შეიძლება ითქვას და ამ მხრივ უწყობდით ხელს. მე ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იმ პერიოდისთვის, რამაც ბევრი ორგანიზაციის შექმნა შეუწყო ხელი. გურული ნიჭიერებაცაა, მოდი. ცოტა შუაში. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ გრადი დარჩა ეს ორგანიზაციები. შუაში არა, თავშია გურული ნიჭიერება, ალბათ მე ვიტყვი. ეს ხარტი გონები. ხარტი აზროვნებით. მაშინ თუ ავიღებთ სხვა მუნიციპალიტეტებში ასე არ იყო, რამოდენიმე მუნიციპალიტეტი იყო შედარებით, ასე ვთქვათ, იმ პერიოდისთვის, ერთი მაგალითად შემიძლია ხაშური და გორი გავიხსენო აღმოსავლეთში, დასავლეთში ნამდვილად ოზურგეთი და ზუგდიდი იყო, რომელიც ამ 90-იანებში დაიწყო, იყო განსაკუთრებით აქტიური. ნუ შეიძლება სხვა მუნიციპალიტეტებშიც იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ 4 მუნიციპალიტეტში მაინც განსაკუთრებით ასე ვთქვათ, ეს მოძრაობა უფრო მეტად იგრძნობოდა. და ეს იყო მნიშვნელოვანი და აი წლების განმავლობაში თანდათან ჩვენი ორგანიზაციამაც განიცადა რაღაცა ცვლილება, იმიტომ რომ მარტო კომპიუტერული განათლება უკვე ჩავთვალეთ, აღარ იყო საკმარისი და სხვა კუთხითაც დავიწყეთ
საქმიანობა. აი ძალიან საინტერესოა ლევან, თქვენ გაქვთ უამრავი პროექტი, მათ შორის ჩვენ პარტიული პროექტიც ჰქონდა, ხო? თვითონ თვითმმართველობის განვითარებაში უამრავი რაღაცა რესურსი ჩაიდო თქვენი მხრიდან, ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან, უამრავი სერვისი დაინერგა, ხო? ამით მე იმის ჩვენება მინდა მაყურებელს მინდა ვაჩვენო, რომ ანუ პარალელურ რეჟიმში ხდებოდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანუ რატო არის ეს ქართული საქმე? იმიტომ რომ ერთის მხრივ ყოველთვის ეს ორგანიზაციები ავითარებენ ინდივიდებს, ეხმარებოდნენ ჯგუფებს, ეხმარებოდნენ მოწყვლად ჯგუფებს, გაჭირვებულ ადამიანებს და მეორეს მხრივ ცდილობდნენ, რომ თვითონ ეს ხელისუფლება ადგილობრივი იქნებოდა, ცენტრალური ამად განვითარებას შეწყობოდა ხელი, ხო? რეალურად ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, მაგალითად მოქალაქეთა ჩართულობა რომ მოხდარიყო განსხვავების მიღების პროცესში. ნუ ზოგჯერ ფარსი იყო ეს ყველაფერი, ზოგჯერ არა, თუმცა რაღაც შემთხვევებში ბევრი წარმატებას მივაღწიეთ, რაღაც შემთხვევებში მე ვერ მივაღწიეთ, იმიტომ რომ ეგეც ალბათ პოლიტიკური ნებაა და ეხა დღესდღეობით საერთოდ ეს ნება აღარ არსებობს და დღევანდელზე მე ცალკე ვისაუბროთ, ეხა დღეს რა უჭირს, მაგრამ უბრალოდ ეგ საინტერესოა, რომ აი მე მინდა რომ ეს მაყურებელმა კარგად გაიგოს, რომ ამ წლების განმავლობაში როგორ ხდებოდა ამ თითოეული თქვათ დაწესებულების თუ ასე შემდეგ განვითარება. და ინდივიდებზეც კითხვა, ამიტომ მე ვიცი რომ უამრავი თქვათ ქვეგრანტი გაქვთ იგივე გაცემული ადამიანების, რომელსაც სტარტაპი წამოიწყო თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აუცილებლად გამოვყოფ, რომ არა მარტო კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნა იყო დეფიციტი, არამედ ზოგადად დეფიციტი იყო ცოდნა, თქვათ იგივე როგორ მოგვეპოვებინა თანხა მუნიციპალიტეტს, დამატებით თანხებზე აქვს საუბარი, რომელიც ასე ვთქვათ არასახელმწიფო წარმოშობის იყო და იმ საქმიანობებზე, რაც ნამდვილად ქართული იყო და მაგალითად ერთს გავიხსენებ, იგივე ტურიზმის შესახებ ჰქონდა საკმაოდ დიდი პროექტი, რომელიც იმ პერიოდში გურის მუნიციპალიტეტებთან ერთად გავაკეთეთ და მაშინ ეს პროექტი მათთვისაც ახალი ხილი იყო, იმიტომ რომ მეგონა პირველად მიიღეს მაშინ დაფინანსება თვითონ, ხო? თქვენი დახმარებით რა თქმა უნდა. ხო, თვითონ მიიღეს დაფინანსება, ანუ დავეხმარეთ იგივე პროექტის მომზადებაში და თითქმის თუ არ ვცდები 700.000 ევრო იყო ეს ლარებში თუ გადავიდეთ. ანუ ეს მოიტანეთ ეს ფული ევროკავშირიდან და დახარჯეთ გურიაში, რომელიც გურის ტურიზმის განვითარებას მოხმარდა და ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, სტარტაპი, რომელიც იმ პერიოდში თქვათ ამ პროექტიდან დაფინანსდა, იმიტომ რომ ამ პროექტს გააჩნდა საგრანტო კომპონენტიც, ახლაც წარმატებულია და ტურისტულ სერვისებს ეწევა. იმ პერიოდისთვის, როცა ჩვენ ამ პროექტს ვაკეთებდით, ფაქტიურად გურია საქართველოს ტურისტულ რუკაზე საერთოდ არ იყო, არ არსებობდა და მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი თუ როგორ შეიძლებოდა ეთანამშრომლა, თქვათ, მუნიციპალიტეტს სამოქალაქო სექტორთან, იმიტომ რომ მართლაც ქართული საქმე კეთდებოდა და ბევრი ადამიანისთვის ეს იყო, თქვათ, ძალიან კარგი, იმიტომ რომ შეძლო თავიანთი, ასე ვთქვათ, ბიზნესის განვითარება ტურიზმის მიმართულებით. და ზუსტად ამის თქმა მინდა, რომ აი ამ მიდგომას ჩვენ ნერგავდით სხვა მუნიციპალიტეტებშიც, ვასწავლიდით მუნიციპალიტეტებს, აი ფოთი კარგი მაგალითია, როგორ მოეპოვებინათ თანხები და ეს თანხები მიმართული იყო მუნიციპალიტეტის განვითარებაზე, პლუს თავიანთი საქმიანობის გაუმჯობესებაზე, იმიტომ რომ იმ პერიოდში მე რა პერიოდსაც ვამბობ, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსაც საკმაოდ ბევრი ტრენინგების გავლა მოუწიათ სხვადასხვა მიმართულებით, რაც მათ ძალიან გამოადგათ. ხო, რაღაც პერიოდი ჰქონდა იმას, ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულს, ახლა, მაგრამ მაშინ ხელისუფლებას რაღაც პერიოდი ჰქონდა ესეთი, რომ ცდილობდა, რომ აი რაღაცა ეს მუნიციპალიტეტებში ეს გამჭვირვალეობა დაენერგა, შემდეგ, რაღაცა OGP-ის წევრიც გავხდით, რაღაც პერიოდი თავმჯდომარეობით კიდევაც თუ არ ვცდები, ქვეყანა და რაღაც ეს პოლიტიკური ნება არსებობდა და ამ პოლიტიკურმა ნებამ მოიტანა ის, რომ მაგალითად თქვათ იგივე ინტერვენცია როცა განხორციელდა ფოთში, ხო, ისევ ევროკავშირის ფულით, მაშინ ფოთი პირველ ადგილზე გავიდა LSG ინდექსით, ხო, როგორც მახსოვს. ეს და როგორ ამაყობდნენ, გინდა ფოთის მუნიციპალიტეტი, გინდა ოზურგეთი პირველად ხო გახსოვს, რა თქმა უნდა და მართლაც ასიხარულო იყო. წულუკიანის კი ტაშს უკრავდა მაშინ. კი, მაგრამ უკრავდა. დღეს ტროიკის დირექტორი მაშინ OGP-ის ტაშს უკრავდა, ხო, უცნაური მეტამორფოზა. კი, აი ამ ძალიან ბევრი შეიცვალა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ფაქტიურად ყველაფერი ის რა მიღწევებიც იყო სამწუხაროდ წყალში გადაიყარა და ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციამ მტრად გამოაცხადეს, რაც ჩემი აზრით დიდი შეცდომაა,
იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ორგანიზაციას საკმაოდ ბევრი სიგეთი აქვს გაკეთებული მთელი ქვეყნის მასშტაბით და ეს არასწორია, იმიტომ რომ ზოგადად ნებისმიერი სახელმწიფოში არსებობს სამოქალაქო სექტორი და ამ სექტორს სჭირდება, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი აღიარება იმ თვალსაზრისით, რომ მათ გარეშე ვერც ერთ სახელმწიფო ვერაფერს ვერ გააკეთებს და შესაბამისად ზუსტად იმ მაშინდელმა მიდგომებმა გამოიწვია ეს, რომ საკმაოდ ახლოს მივუახლოვდით ევროკავშირში შესვლას, მივიღეთ ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც სამწუხაროდ ამ ბოლო პერიოდში გადადგმულმა ნაბიჯებმა წაშალა და საფრთხის ქვეშ დააყენა, რომელიც ეხლა მაგ კითხვა, ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ესე იგი როგორ მოქმედებდნენ, ხო? მოჰქონდათ თანხები დონორი ორგანიზაციებიდან, იმ ქვეყნებიდან, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებია და იდებოდა განვითარებაში ამ ქვეყნის და რაღაც პერიოდი თვითონაც აღიარებდნენ ამას და თვითონაც სტაჟს უკრავდნენ და ძალიანაც უხაროდათ და ამაყობდნენ კიდევაც რაღაც წარმატებებით და შემდეგ რაღაცა დღესდღეობით ადგა ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და როგორც შენ თქვი, მტრად გამოგვაცხადა. და ამბობს, რომ რაღაცა ეს ადამიანები ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ იქცევიან. თუმცა ამის რაღაცა მტკიცებულება, რა ვიცი, არ არსებობს, იმიტომ რომ ყველა ის პროექტი გამჭვირვალეა და ღია, რომელიც გახორციელებულა, ხო? და კარგად იცის მოქალაქეებმა ის, რომ როგორ ხდებოდა, თქვათ, ვის როგორ ვეხმარებოდით თუ არ შემდეგ, ხა რავი, 1000 მაგარის მოყვანა შემილია, მინიმუმ იმისი, რა ქვია, პარლამენტის საიტიც კი დონორების დახმარებითაა შექმნილი, ხო? ანუ და რატო დღეს როგორ ფიქრობ, რატო გამოაცხადა დღეს მტრად სამოქალაქო საზოგადოება ზოგადად და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ხელისუფლება? ფაქტიურად ამ ბოლო პერიოდში რაც მოვლენები მიდის ქვეყანაში, ეს არის ფაქტობრივად ხელისუფლების უზურპაციისკენ მიმავალი ნაბიჯი და ფაქტობრივად არის დამოუკიდებელი სექტორები, ასე ვთქვათ, კუნძულები დარჩენილი, რომელსაც ჭირდება რაღაც მეტი კონტროლი, ასე მიაჩნია. ვერა კონტროლები და მაგიტომ უნდათ რომ და შესაბამისად ამ წუთას მიმდინარე პროცესები, დისკრედიტაცია, იგივე ვთქვათ, მედიის დისკრედიტაცია, სამოქალაქო სექტორის ზუსტად მაგას ემსახურება, მაგრამ კითხვა დავსვათ, ვთქვათ, ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც სულ გვეხმარებოდნენ, მუდმივად გვეხმარებოდნენ არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში, ერთი მხრივ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, და არის მეორე მხარე, იგივე რუსეთის სახით, ირანის სახით, ან თუნდაც ჩინეთის სახით, რომელიც არც ჩვენ სასარგებლო რეზოლუციას ხარს არ უჭერდა. ამიტომ საზოგადოებამ კარგად უნდა შეაფასოს საითკენ მივდივართ და ღირს კი, თქვათ, იგივე რუსეთის, ან ჩინეთის, ან ირანის ორბიტაზე გაჩენა, ან რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება, თუ ღირს ის, რომ შეუერთდეთ ნორმალურ ევროპულ ოჯახს, იმ ოჯახს, სადაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ადგილია, მით უმეტეს კონსტიტუციაში გვიწერია ეს. და ძირძველი ევროპელები ვართ, ეგეც უნდა ვთქვათ. ევროპელები ვართ, რა თქმა უნდა. სამყაროს ვაჩუქეთ ღვინო, ქრისტიანულ სამყაროს. ქრისტიანულ სამყაროა ევროპა. რა თქმა უნდა, კოლხური ცივილიზაცია იყო ერთ-ერთი პირველი ევროპული ცივილიზაცია, ამიტომ ამაზე მეტი ქართული საქმე, რომ დაბრუნდე იქ და ევროპაში შეიტანო შენი თვითმყოფადობა, მე არ მიმაჩნია. ანუ ხო, მარტივად რომ ვთქვა, ევროკავშირის წევრი როცა გახდება და მე ამის რატომაც რომ გახდება ჩვენი ქვეყანა, მაინც გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში, ხო? ეს ქვეყანა იქნება დაცული, ამ ქვეყანაში იქნება უფრო მეტი შეძლებული ადამიანი რეალურად, ხო? უფრო კარგი ცხოვრება იქნება ახალგაზრდასაც და ასაკოვან ადამიანსაც. ანუ ხო რეალურად ის სივრცეს თავაზობს ადამიანებს კეთილდღეობას, თავისუფლებას და დღეს სწორად აღნიშნე შენ აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ვერ აკონტროლებს ამ სექტორს ხელისუფლება და ამიტომ უნდა რომ რაღაც სხვადასხვა დრაკონული კანონებით, რეპრესიული კანონებით ეს ორგანიზაციები გააჩუმოს და უამრავ პოლიტიკალებს ეს რიგი შეუცვალოს, იმიტომ რომ ბევრი ორგანიზაცია სამწუხაროდ უკვე გადარჩენის რეჟიმშია და სულ არ აქვს არც დრო და არც თქვათ სხვა რესურსი, რომ გააკეთოს რეალურად ქართული საქმე, მიხედოს განათლებას,
იქ სოციალური სერვისები გაწიოს. სურვილი გვაქვს, მაგრამ არ გვაცლია. ხო, არა, ცდილობენ დაგხურო რეალურად და ეხლა შესაბამისად ხო არც ეხლა როცა დახურვის პირას ახარ და დონორის ფიქრობს რომ შეიძლება ხვალ აღარ არსებობდა, ეხლა მაგის ვერც დაგეხმარება. არასტაბილურობა. ხო, არასტაბილურობა იმაშვება. მაგრამ ხას უსვამ რომ ეს არასტაბილურობა, რომელიც ამ სექტორშია, ავტომატურად გადადის ბიზნესზეც, იმიტომ რომ არ არსებობს ცალკე აღებული ბიზნეს სექტორი, იმიტომ ბიზნეს სექტორი ზუსტად იღებს, ასე ვთქვათ, ბენეფიტს სამოქალაქო სექტორიდან ერთ-ერთს და ამაში გულისხმობ იგივე განწყობას, იგივე ქვეყნის სხვადასხვა რეიტინგებს და თუ ეს ბიზნესი, ასე ვთქვათ, ბიზნეს გარემო გაფუჭდა, ამას უკვე თითოეული მოქალაქე იზნობს, უკვე ჩანს, რეალურად რომ გაფუჭებულია ბიზნეს გარემო, ინვესტორების შემოსვლა, რა თქმა უნდა, შეჩერებული არის და რეალურად რა ხასები ინვესტორებს ხასები იზრდება უაზროდ, რავი, ევროპელი ტურისტები აღარ ჩამოდიან, რომელიც მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე იგივე, რა ქვია, რუსი და ასე შემდეგ ტურისტი და ეს უკვე რეალურად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. სხვადასხვა რეიტინგებში ძალიან. აქვე ეხლა სიამაყე რო ქონდათ, რომ ისა ქართული ბანკები დალისტულიაო ლონდონის საფონდო ბირჟაზეო, მაგ ბანკის ისა, რა ქვია, დამფუძნებელი დააკავეს, ხო, გუშინ. ხო და ეხლა ეს რა თქმა უნდა ეკონომიკურ გარემოზე იმოქმედებს. ზოგადად არა მხოლოდ ეგ, ხო, ანუ ის რომ არ აღიარებულია არჩევნები ეხლა თვითონ ეუთომ ოდირმა არ აღიარა, ხო, როგორც თავისუფალი და გამჭვირვალე და ამდენი პოლიტიკატიმარი ყავს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს აისახება ავტომატურად ეკონომიკაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში ინდივიდი გაღარიბდება. ინდივიდს აღარ იქნება საშუალება, რომ ის სერვისები მიიღოს, ასე ვთქვათ, თავაზობდა სამოქალაქო სექტორი. რავი, უამრავი გასვლით პროგრამებით რაღაცები. ეგენი ყველაფერი დაიხურება, იმიტომ რომ ქვეყნის იზოლაციას ახდენს ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ეხა და სამწუხარო მდგომარეობაში ვარ. თუმცა მე მაინც იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომელიც უმრავლესობა ვართ, რა ვიცი, 80%-ზე მეტი, რომელსაც უნდა რომ ეს ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს, ალბათ მიაღწევს ამ მიზანს, რომელიც ასევე კონსტიტუციური მიზანია და საბოლოო ჯამში ჩვენ ალბათ დავბრუნდებით ამ დიდ გაერთიანებაში, რომელიც უფრო დაცულები ვიქნები და უფრო, რა ვიცი, შეძლებულები, ასე ვთქვათ. პრაგმატულადაც რო ვისაუბროთ, ეგ არის. მეც იმედს ვიტოვებ, იმიტომ რომ ლოგიკა მოითხოვს ამას, ყველაფერს, იმიტომ რომ სხვანაირი განვითარება ჩვენი ქვეყნის წარმოუდგენელია. ამიტომ მიმაჩნია, რომ ბოლოს და ბოლოს საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენ დავბრუნდებით იგივე ევროპულ ორბიტაზე, რაც კონსტიტუციაში გვაქვს დეკლარირებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გამოვიდეთ კონსტიტუციის, ასე ვთქვათ, ფარგლებიდან. სამწუხაროდ ამის ნიშნები არის ქვეყანაში, ნიშნები კი არა, ну ფაქტობრივად თითქმის გამოსულია და ამის მიხვედრა მე მგონი ყველა მოქალაქემ უნდა შეძლოს და სწორად შეაფასოს ის მოვლენები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს. მადლობა ლევან სტუმრობისთვის, ძალიან დიდი მადლობა. აქვე მინდა ვთქვა, რომ სოლიდარობა მინდა გამოუცხადო ყველა პოლიტპატიმარს, მაყურებელს მივმართავ, რომ გამოგვიწერეთ, გვიყურეთ, სხვა ბევრ საინტერესო ამბებს მოისმენთ ჩვენს პოდკასტებში. ლევან, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ამ ცოტა ხანში ეხა იმ მთელი 30 წლიანი ისტორიის ისა ხო ძალიან მოკლედ მიმოვიხილეთ, თუმცა იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ საუბრები კიდევ გვექნება საშუალება, რომ ვთქვათ კონკრეტულად რაღაცა, კონკრეტულ იმ პროექტებზე ვისაუბროთ შემდეგში, რომელიც აი კონკრეტულად გავიაროთ, რომ თუ სად როგორ რა შეიცვალა და ვის როგორ დავეხმარეთ და ვინ როგორ გამვითარდა და რომელი სექტორი როგორ გამვითარდა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. პირიქით დიდი მადლობა მოწვევისთვის და იმისთვის, რომ წარმოვადგინე ეს ჩვენი გარკვეული საქმიანობა, რომელსაც ვფიქრობ, რომ ნამდვილად ქართული საქმე იყო, ხაზს უსვამ და აწიც გავაგრძელებთ ამ ქართული საქმიანობის განხორციელებას. მადლობა.